სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მართვით დაწყებული ქვანახშირის მაღაროებში მუშაობით დასრულებული უკრაინელი ქალები სულ უფრო ხშირად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად მხოლოდ კაცებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ცვლილება მხოლოდ პირადი არჩევანით განპირობებული არაა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო და კაცები ფრონტის ხაზზე საბრძოლველად წავიდნენ, ქვეყნის აღდგენის პასუხისმგებლობა ქალებს დაეკისრათ. კაცების მიერ დომინირებულ სფეროებში ქალების შესვლა უკრაინის სამთავრობო პოლიტიკის ნაწილიცაა, რომელიც ომით და მობილიზაციის შედეგად გამოწვეული უმუშევრობის მაღალი დონით განადგურებული ეკონომიკის აღდგენას ემსახურება. ამ ძალისხმევაში მონაწილეობს კატერინა კოლიადიუკიც, 19 წლის სტუდენტი, რომელიც ტრაქტორის სტარების კურსს გადის. გვეუბნებიან, რომ ქალების ადგილი სამზარეულოშია. სახლში, ბავშვებთან ერთად. მე შნოდა, რომ ტრაქტორის სტარებას ვერ შევძლებდი, მაგრამ ნელ-ნელა მივახციე მიზანს. ახლა პრაქტიკულად ნებისმიერი მანქანის სტარება შემიძლია, რომელიც საბორჯიშო მოედანზე გვაქვს. ეს აუცილებელია, როდესაც კაცები ჯარში მიდიან, ქვეყნის აღდგენა ქალებს გვიწევს. დნიპროპეტროვსკის ოლქის მაღაროში მუშაობს 37 წლის ირინა ოსტანგო. იგი აქ ომის დაწყების შემდეგ მოვიდა, როდესაც კაცებმა სამუშაო ქვეყნის დასაცავად დატოვეს. ადრე აქ ქალები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენ აქ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოვედით, როდესაც კაცები ქვეყნის დასაცავად წავიდნენ. იულია სკიჩკო სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სერვისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქალების დასაქმებაზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ეს შესაძლებლობა მას ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო დაფინანსების წყალობით მიეცა და ამ დრომდე 45 ქალის პროფესიულ გადამზადებაში მიიღო მონაწილეობა. გვეუბნებოდნენ, რომ გიჟები ვართ, რომ ქალების ესკავატორთან მუშაობა შეუძლებელია. ამის უნარი არ აქვთ. თუმცა ის ქალები, რომლებმაც ჩვენი კურსი გაიარეს, დღეს უკვე სამშენებლო ობიექტებზე მუშაობენ. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს თანახმად, ომთან დაკავშირებული ემიგრაციის და მობილიზაციის გამო ქვეყანას სამუშაო ძალის დიდი ნაწილი გამოეცალა და ამჟამად უმუშევრობის დონე 18%-ს აღწევს. მონაცემებს თუ გავეცნობით, ვნახავთ, რომ დასაქმებულთა 51%-ს ქალები შეადგენენ, კაცები კი 49%-ს. ვერ ვიტყვი, რომ ომის დაწყებიდან ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა შეიცვალა მიდგომა. დამსაქმებლები მეტ მზადყოფნას გამოხატავენ ქალების ასაყვანად ისეთ პოზიციებზე, რომლებშიც ტრადიციულად კაცები დომინირებდნენ. ქალები კი მზად არიან ახალი ცოდნა, ახალი უნარები შეიძინონ და დასაქმდნენ. ხედავთ, რომ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამშენებლო და სატრანსპორტო ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა. სახელმწიფო ინსტიტუტები და კერძო ბიზნესები ქალებისთვის სპეციალურ გადასამზადებელ კურსებს ხსნიან. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ქვეყანა 5 მილიონმა მოქალაქემ დატოვა. კიდევ 1 მილიონი კი შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.